კაცო, ინტერნეტში ეგეთი რამე გავიგრო. თამარ დედოფლის ქმარი ყოფილა ჩინგისხანი. აი ახლა როგორც თქვენ გაგიკვირდათ, ეს ისები გაგიკვირდა, მაგრამ კაცო, რაღაც ფაქტებს იძახიან და მეც ჩავფიქრდი რა. საქმე იმაში, რომ ზუსტად იმ პერიოდში იყო ეს იური ბოგოლუბსკი, დედი ტყიბჩაყი საქართველოში ჩამოსული და ქუთაისში გვირგვინ დასმული ეგა და თამარი ზუსტად მაშინ, როდესაც სოფლიო ისტორია იძახის, რომ ჩინგისხანმა ეს კავკასია დაიპყრო და რავი, სადამდეც დაიპყრო ყველაფერი რა, მათ შორის კავკასიაც. ეხლა უყურე შენ. ან ჩვენ ავზივართ ტყემალზე საზოგადოება, ქართული საზოგადოება. ან იმათ არა აქვთ სწორი მონაცემი, კაცო. მივაწოდოთ მაინც ეს ჩვენი მონაცემი, ისტორიის მონაცემები. აქ სხვა რეალობა არის, სოფლიოში კიდე ხალხი სხვანაირად სწავლობს, კაცო. ეგ როგორ? მე-12 საუკუნის შუახანებში არა, როგორც არის რა. ახლა წლები იყო, ზუსტად იყო რა. ეხლა ზუსტად არ თუ გინდა ნახეთ ინტერნეტში, короче. ზუსტად ის წლები, როცა იძახიან, რომ ჩინგისხანმა ეს დაიპყრო და მერე კიდე ამ იური ბოგოლუბსკი ის ისტორია ბიოგრაფია რა, როგორ დაიბადა, საცხოვრობდა და თქვა ჩინგისხანზე რაცაც დაწერილი თქვა იქ. წერა-კითხვა თუ იცოდნენ იმ ხალხმა, ყოველ სხვებმა დაწერეს ის. ზუსტად ანალოგიურად იმეორებს ზუსტად იმ ფაქტებს. თურმე რა. ზუსტად იმას, რაც ემართებოდა, სადაც ცხოვრობდა, რამდენი წლისა მოუკვდა მამა, ისა, მერე რომ ნაცსაებთან წავიდა იმათმა გაზარდეს მერე ის. ზუსტად ასე თქვა, ან ესე იგი იური ბოგოლუბსკის ბიოგრაფია გადაიღეს იმათმა. ან იმათი ბიოგრაფია ბოგოლუბსკმა გადაიღო. ხო და ეგ ერთი კაცო. ახლა კიდე როგორ შეიძლება ვთქვათ საქართველოს იმპერია ყოფილიყო იქ და ამ დროს ჩინგისხანსაც დაიპყრო კავკასია, კაცო. ეს ერთმანეთში როგორ ჯდება, ერთ მაინტერესებს. ახლა კიდე ესეთი ფაქტი, კაცო. თურმე ესე იგი ეს რკინა რომ გამოჭედო რა, ეს რომ გააცხელო ეს მადანი და მიიღო რა ეს რკინა. საჭირო ყოფილა მხოლოდ ხის ნახშირი. თანაც ის ხე არ უნდა იყოს თურმე ის რა ქვია, ნაძვი. ან რაღაცა ეგეთი ბილი ხეები. აუცილებლად კარგი ეგეთი ხეხილის ხე უნდა ყოფილიყო რა. კარგი ეს მუხა და ეგეთი ისე. რომელსაც კაი ნახშირი ექნა უნდა თურმე. ეხლა ისმის შეკითხვა. მონღოლეთში სად არის აბა ხე? თურმე მაგის გარეშე თურმე ქვანახშირითაც კი შეუძლებელი არის
ესე იგი ქვანახშირითაც კი შეუძლებელი რკინის გამოჭედვა. იმიტომ თურმე რომ ქვანახშირი შეიცავს გოგირდს და არ გამოდის თურმე რკინა, იშლება. აუცილებლად სუფთა ნახშირია საჭირო. თურმე. პირდაპირ ეს კოქსი. ხოდა. ეგ როდის დაიწყეს ასე ვთქვათ, ისწავლეს თურმე მე-18 საუკუნეში ინგლისელებმა შეძლეს თურმე ისე დაუმშვება ამ ქვანახშირის, რომ რკინა გაეკეთებინათ. ეგ ახალი თემა ყოფილა. და მთელი ისტორიის მანძილზე ხე, აი ესეთი ფოთლოვანი ხე იყო საჭირო თურმე. სად არის ფოთლოვანი ხე? მაშინ მონღოლეთში. გონით სიმბირშიც კი არ არის. აქეთ არის უფრო ევროპისკენ. ხოდა. ერთი ეს ვითხარით რა. ისრის წვერები თუ არ აქონდათ იმ მონღოლებს და ხმლები თუ არ აქონდათ თავიანთი კაცო. სხვისი ხმლებით და სხვისი იმებით, სხვისი იარაღით როგორ დაიპყრეს მსოფლიოთი მაინტერესებს. სხვისი იარაღით როგორ დაიპყრეს? ჯერ მოიპარეს თუ როგორ არის მაგათ საქმე? ვინ მოაპარეს რამდენი იარაღი? რითი დაიპყრეს კაცო? მათრახებით? მათრახებით და შურდულებით? შეკითხვა ისმის. ხოდა, ეს ყივჩაღები კიდე თურმე, ესე იგი, როდესაც ეს თურქ-სელჯუკები შემოესწრნენ, ხო, აზიაში ჩამოვიდნენ. ჩრდილოეთით კიდე ყივჩაღები იყვნენ, კაცო, იგივე თურქულენოვანი ხალხი. ყივჩაღები, ხო? ხოდა. იმათ არ მიუღიათ ისლამი. ისინი გახდნენ ქრისტიანები და როგორც ჩანს ეს მოხდა ისა რა ქვია. ეს ყივჩაღები როგორც თურქები არიან აზიაში, ისე ყივჩაღები კიდე რუსეთში, ანუ რუსია ერის შემადგენელი გახდნენ, ასე ვთქვათ რა. ანუ თეთრები ყოფილან ისინი კაცო. ხო. ცისფერთვალებიანი. ხოდა. ანუ რომოვერ იური ბაგალოვსკიო და დედა ყივჩაღი ყავდა და ესე ანუ რა იგულისხმება საერთოდ. ხოდა. ესე იგი რუსების დაუპყრიათ მსოფლიო მაშინ. ის მონღოლები იყვნენ რუსები. მონღოლებად წოდებულები. მაგალითად ინდოეთში არის ასე ვთქვათ დინასტია იყო მონღოლების და თურმე ეგეც იგივე მონღოლიდან მოდის. ანუ ეს სიტყვა ეს მონღოლი შეიძლება ინდურია ასე ვთქვათ. ანუ რა წარმოშობა აქვს ამ სიტყვა მონღოლს ეგეც ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ არის რა. ხოდა. რკინის ზიარაღი რო ქონდეს ადამიანს, რკინა რო ქონდეს საერთოდ რა. ან ჯავშანი არ უნდათ, ან ისრის წვერები, ან ხმლები, ან დანები, ან ჩაფხუტი მაინც არ უნდათ რკინისა, აფერი არ უნდათ რკინისა, კაცო. როგორ დაიპყრეს კაცო? ფოთლოვანი ხე უნდა იმას ქნა, რომ გამოიყენო რომ სამჭედლოში. რაღაცა გააკეთო. მე მაგალითად სოფელი სამჭედლო მინახავს. ჩემი თვალით. ველის ციხეში მაგალითად. მინახავს სამჭედლო და ძველებური სამჭედლო რა. ატაპაპის დროინდელი. ეს ჩაულები რაღაცაა. ანუ სხვანაირად იარაღს ვერ გააკეთებდნენ, ფოთლოვანი ხე იყო საჭირო და ეს ფოთლოვანი ხე ვინ მიაშავა მონღოლები, სადაც ხლა მონღოლებს ეძახიან იმ ხალხს. ეხლა რო არის მონღოლეთის სახელმწიფო. იმ არემარეს საერთოდ არ არის გამოვი. ხო. და ახლა საკვირველობა არ არის, რომ თუ ეგეთი მაგარი ხალხი იყვნენ, თქვათ ეს მონღოლები. რატო ეხლა არ არიან მაგარები?
ვინ არის რა მაგ იარაღს რო იქნებს ხელაც რუსეთი არის ესე იგი ისინი იყვნენ რა ეს ანუ ყივჩაღები რა ალბათ ესე იგი მართლა ეს იქნებოდა ალბათ რა ვიცი მე რავი იძახიან რომ სხვაგან ჩინგისხანი ერქვაო იმას ეგრეა წოდებულიო ის იური ბოგოლოვსკი ახლა კიდე იმას ფიქრობ კაცო თუ წინააღმდეგი იყო თამარ დედოფალი მაგის ხო როგორც ისტორიაში რაღაცა ჩამოიყვანეს მაშინ თამარ დედოფალი რა ის კი არისო მამიკოს გოგო იყო კაცო ძალიან პატივსაც ემდა თავის მამადა ეგრე თუ არ უნდათ რაღაცა რაზე მიიყვანდნენ არა ვიმე კი არისო ჩვენ ქვეყანაში იგეთი რომ რა პრეტენზია ქონდა ვინც იყო ისტორიის იმებიდან ვიცით რომ როგორ დასაჯეს უყოლანი ვინც აჯაღდნენ თქვა თამარის მამის წინაშე ვინც აჯაღდა ხო სასტიკად დასაჯეს უყოლანი ანუ არავინ არ იყო ძალა რომელიც ძალით ვინმე შეთავდა თამარს ესე იგი როგორც ჩანს ჩამოვიდა და ესე იგი და რო არ მომხდარიყო სისხლის ზღვა და დაპირისპირება როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე ეგეთი რაღაც ხდებოდა ქორწინება იმის ომის თავიდან აწილების მიზნით ამიგე აი ეს მოხდა ეთქო და პრინციპში კი იძახიან ხოლმე ხანდახან რომ მონღოლები თქვენ იყავით თქვენ ახართ მონღოლები რუსებს ეუნებიან და მაგ შეიძლება მართლაც ესე იყოს რომ აი ეს მაინც ეს ფოთლოვანი ხე კაცო რო საჭირო არის კინის გამოსაჭედად უბრალოდ რომ გააცხელო ის მადანი რაღაცა თქო გააცხელო საბერველი თქო უბერო და გააცხელო ხო და რაღაცასთან კონტაქტი უნდა იყოს და ის უნდა იყოს სუფთა თურმე ხის ნახშირი გამიგეთ ქვანახშირიც კი არ შეიძლება და ნაძვის გამოყენებაც კი არ შეიძლება და ბალახის ამ თქვა ბალახის თქვა ან იგი ბამბუკის ეგეთ რაღაცებს არ შეიძლება თურმე ფოთლოვანი ხე და ნადი ხე უნდა იყოს თან მით უმეტეს თუ მაგარი ჯიში თუ იქნება რაღაცა ეგეთი მაგალითად და ჭერამი მაგალითად რაღაცა ეგეთი რა თურმე ის კაი გამოდის ეგ აქონდათ იმათ რუსებს იგივე ყივჩაღებს ხო და რა ვიცი ეგრე გამოდის რომ ის ეგრეთ წოდებული მონღოლების იმპერია ანუ იგივე რუსეთის იმპერია და ქართული იმპერია ერთი და იგივე ყოფილა აბა ახლა მართლა მე-12 საუკუნეში აქეთ ისინი იყვნენ თურქები ხო დავით აღმაშენებლის დროს შემოსულები კიდე ისინი იყვნენ კაცო ვითომ სხვა ვიღაცა ხალხი არც რუსები არც ვითომ ვიღაც იყოს მონღოლები და სულ დაპყრობილი იყო მაშინ მსოფლიო და ქართული იმპერია როგორ გაიყო იქ მაინტერესებს თქო რა გაიყო მსოფლიო ისტორიაში ეგეთ რამეს არ ცნობს ისინი ცნობენ ის მონღოლეთის იმპერიას ეს რა შეასახმელო ეს ყველანი აფრენენ და ჩვენ ისინი ვართ და თან ნატოშიც არ გვიღებენ ეთყო მაგიტომ არ გვიღებენ რაღაცა იციან გამოიწერი არხი